ვიმუშაობთ თქვენთვის. ჩვენ სვამთ კითხვებს, რომლებიც თქვენ გებადებათ. ამომწურავი ინფორმაცია კახეთის რეგიონიდან ობიექტივის ეთერში. ყოველ კვირას 17 საათსა და 30 წუთზე. დედოფლის წყაროს საათი მედია კავშირ ობიექტივის ეთერში. საღამომშვიდობისა ობიექტივის ტელე და რადიო ეთერში რეგიონული სიახლეების დროა. ეთერშია თოქ-შოუ დედოფლის წყაროს საათი. სტუდიაში ილია მარტყოფლიშვილი მუშაობს. ტრაგედია დატრიალდა დედოფლის წყაროში. სოფელ ქვემო ქედში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 მამაკაცი გარდაიცვალა, კიდევ ერთი მგზავრი მძიმედ დაშავდა. გარდაცვლილთა შორის არიან ამავე სოფელში მცხოვრები 23 წლის გურამ ბოძაშვილი და 30 წლის ლადო დარძული. სოფელ ქვემო ქედში გამგებლის წარმომადგენლის ლუხუმ ნაკვეთაურის ინფორმაციით, ნისანის მარკის ავტომანქანა ნათათრალაშვილების ეზოს კარს შეეჯახა. ავარიის მიზეზად წინასწარი ცნობით გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ სამაშველო ოპერაციაში სამაშველო სამსახურები მეზობელი რაიონებიდანაც გამოიძახეს. კიდევ ერთი დაშავებული პაციენტი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟით წნორის არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც სამედიცინო ცენტრში ამბობენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მომხდარზე გამოძიებას დედოფლის წყაროს პოლიცია აწარმოებს, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა შორენა ჯახუამ განაცხადა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. შემთხვევის ადგილზე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირებიც იმყოფებოდნენ, გარდაცვლილის ოჯახებს სამძიმარი გამგებელმა და საკრებულოს თავმჯდომარემაც გამოუცხადეს. ვუერთდებით სამძიმარს და მეც თანაგრძნობას უცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებს. ჩვენი რეპორტაჟი. ალბათ ერთი ნახევარი საათის მომხდარი იყო. ხო და ზუსტად იმ მომენტში მოვიდნენ მეუღლე და გოგონა. მე-11 კლასელია, მე ვასწავლი იმბობს და იქ უთხრეს, რომ საავადმყოფოში არისო, წაყვანილი ცოცხალი რომ დაღუპული იყო. ხო და მე ინფარქტმა გადატანილი და მეთქია გული არ გამისწრეს რაღაცა წამოვიდა, მე შევიდა რომ კითხულობდი რა მოხდა, როგორ მოხდა. 3 საათის განმავლობაში ვერ მოიყვანეს საჭესთან იყო ჩაჭედილი, არმატურა ჰქონდა გაყრილი, რაღაცაო საშინელება იყო რა. ვერ ამოიყვანეს და როგორც ამოიყვანეს ავადმყოფოში და დაიღუპა კიდეც რომ მიიყვანეს და ამოუღეს ის არმატურა. საშინელება იყო ბატონო ილი, აი რა გითხრათ, ესეთი რაღაც არც მინახია და არც გამიგია. ისე კითხეს ის ვინც პირველი დაიღუპა, გურამი ერქვა ბოძაშვილი გურამი არის. იმაზე თქვენს რომ ერთი არ ქონა დალეული, ის ბერდით იყო და აი საჭესთან ვინც იყო, არ ვიცი, ალბათ ექსპერტიზა იყო და არ უნდა ქონოდა დალეული, იმიტომ რომ იმ დღეს იყო დაკრძალვა უბანში. ეგ ბიჭები იყვნენ, აი უბანს ოჯახში ეხმარებიან ის ბიჭები იყვნენ რა. მაგრამ დალეული არ უნდა ქონოდა ლოგიკურად, იმიტომ რომ ოჯახს ემსახურებოდნენ სასაფლაოზე წაყვანა, აი ეგეთი ონის ტრაგედია ხო იცით ვის კისერზე გადაიდა. აი ეგ ბიჭები იყვნენ ისე, რა ვიცი, სადგარბოდნენ, საქმეზე ეჩქარებოდა. რო თქვა ახლა კატაობდნენ, რომ მაშინ კატაობის დრო ნამდვილად არ იყო მაგ კატეგორიის ხალხის და მიმხმარებელი ხალხის. არ ვიცი რა, ავარიის შედეგად გარდაიცვალა 2 ახალგაზრდა ადამიანი, საბედნიეროდ ერთი ადამიანი გადარჩა. პირველ რიგში მინდა გარდაცვლილების ოჯახს მიუსამძიმო და გამოხატო ჩემი ღრმამწუხარება მათ გარდაცვალებასთან დაკავშირებით. მოხდა ის, რომ მაღალი სისწრაფით მოძრავი ავტომანქანა ცხელმა ვეღარ დაიმორჩილა საჭე, როგორც ამბობენ თვითმხილველები და ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში
შევიდა, რის შედეგადაც ადგილზე ერთ-ერთი მგზავრი გარდაიცვალა და რამდენიმე საათის შემდეგ გარდაიცვალა ავტომანქანის მძღოლიც. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამაშველო სამსახურები მთელი რეგიონის მასშტაბით, როგორც დედოფლის წყაროს, ასევე გურჯაანის, ასევე თელავის, იმიტომ რომ ძალიან საშინელი ავარია იყო. ადგილზე ჩამოსული იყო და მობილიზებული იყო კატასტროფის ბრიგადაც, მაგრამ სამწუხაროდ ისეთი დაზიანებები აღმოაჩნდა მძღოლს, რომ სიცოცხლისთვის არათავსებადი იყო და სამწუხაროდ გარდაიცვალა. საბედნიეროდ, როგორც გითხარით, ერთი ადამიანი გადარჩა, რომელსაც მსუბუქი დასჯილობები და ხელის მოტეხილობა აქვს და იმ საცხოვრებელ სახლში, სადაც შევიდა ეს მანქანა და ავარიის შედეგად იქ აღმოჩნდა, ღობე დაზიანდა, საბედნიეროდ სახლში მაცხოვრებლები დაზიანებულები არავინ არ არიან. 2-3 წლის წინათ დაიგო ახალი საავტომობილო გზა, რომელიც ძლევა იმის საშუალებას, რომ ავტომობილებმა იმოძრავონ სისწრაფით. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უამრავი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მხოლოდ 2015 წელს 10-მდე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელიც 2 შემთხვევაში დასრულდა მსხვერპლით. ერთ-ერთი უკანასკნელი იყო 16 წლის ზემოქედელი ბიჭის გარდაცვალება 18 დეკემბერს. ამის შემდეგ მე მივმართე დედოფლის წყაროს გამგებელს ბატონ ნიკოლოს სოციალურ ქსელში თხოვნით, რომ პირველ ეტაპზე ის კონკრეტული მონაკვეთი, სადაც ეს ავტოავარიები ხდება, სკოლის მიმდებარე ტერიტორიები და ბაღის მიმდებარე ტერიტორიები აღჭურვილიყო წოლიარე პოლიციელებით, რომელიც შეუფერხებდათ ავტომობილებს სწრაფად გადაადგილების საშუალებას. ბატონმა ნიკოლოზმა ეს ჩემი წერილი ნახა, მაგრამ პასუხისმღერსი არ გამხადა. ამის შემდეგ გადავწყვიტე მიმეწერა დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტის Facebook გვერდისთვის, საიდანაც რამდენიმე მცდელობის შემდეგ მივიღე პასუხი, რომ 2016 წელს იგეგმებოდა ახალი გზის დაგება და ამ გზის დაგების შემდეგ მოხდებოდა აღჭურვა ამ წოლიარე პოლიციელებით, მაგრამ გუშინ წინათ ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა ქვემოქედში ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა 2 ახალგაზრდა. იქნებ როგორმე დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტმა გამგეობამ გააკეთოს რაღაცნაირად, თუ იყოს, თუ არ იქნება ეს მაღალი ხარისხის წოლიარე პოლიციელები, ასფალტი მაინც, ელემენტარული ასფალტი მაინც დაასხან, რომ რაღაცნაირად შეფერხდეს მოძრაობა და სწრაფად ვერ იმოძრავონ. თუ ამის საშუალება არ აქვს მუნიციპალიტეტს, მაშინ მოგცენ საზოგადოებას იმის უფლება, რომ ჩვენი სახსრებით შევაგროვოთ ფული და ვიყიდოთ მასალები და რაღაცნაირად გავუკეთოთ ამ ავტომობილებს შეფერხება, რომ ეს კატასტროფული შედეგები აღარ მივიღოთ. იმედი მაქვს რაღაცნაირად მივიქცევთ ყურადღებას, მინდა მიმართო კახეთის გუბერნატორს, მინდა მიმართო კიდევ და კიდევ დედოფლის წყაროს გამგებელს, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს აი ამ გზის აღჭურვა წოლიარე პოლიციელებით. უკვე აღარ შეიძლება ამის ასე გაგრძელება. მე როგორც ვიცი, საპატრულო პოლიციის და საგზაო დეპარტამენტის პრეროგატივა აღნიშნული ბარიერების დაყენება, თუმცა ალბათ ადგილობრივი ხელისუფლებაც ჩაერევა რამენაირად. 21 მარტს ხვალ საქართველოში ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება, ამასთან დაკავშირებით დედოფლის წყაროს გამგებელი ჟურნალისტებისადმი მიმართვას ავრცელებს. ვნახოთ მორიგი ვიდეო. 21 მარტს საქართველოში აღინიშნება ქართული ჟურნალისტიკის დღე. მე მინდა ყველა ქართული ჟურნალისტს, რომელსაც გარკვეული წვლილი აქვს საზოგადოების განვითარებაში, მიულოცო თავიანთი პროფესიული დღესასწაული. განსაკუთრებით მინდა მილოცვა და ჩემი მადლიერება გამოვხატო დედოფლის წყაროში მოვაწე ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც წლების მანძილზე თავიანთი მშობლიური მუნიციპალიტეტის, თავიანთი მშობლიური რაიონის სიკეთეებზე, თავიანთი მშობლიური რაიონის სხვადასხვა პრობლემებზე აქტიურად მუშაობენ, აშუქებენ, წერენ, გამოდიან ტელევიზიით და თავიანთი ამ საქმიანობით ხელს უწყობენ იმას, რომ ჩვენი საზოგადოება, ჩვენი დედოფლის წყარო დღითი დღე ვითარდება და ხდება გამოვლენილ პრობლემებთან შეჭიდება და ამ პრობლემების გადაჭრა. განსაკუთრებით მინდა დღესასწაული მიულოცო გაზეთ შირაქის რედაქციას, რომელიც
საკმაოდ დიდხნიანი არის და ფაქტიურად საიუბილეო თარიღს უახლოვდება მომავალ წელს, როგორც მოგეხსენებათ, მომავალ წელს გაზეთ შირაკის 14 წლის იუბილეი იქნება. აქ მუშაობენ ვაწმოსილი ჟურნალისტები, ახალგაზრდებიც, ასაკოვნებიც, რომლებსაც სხვადასხვა მრგვალი საიუბილეო თარიღები აქვთ, გისურვებთ წარმატებებს, გილოცავთ პროფესიული დღესასწაულს და გისურვებთ, რომ ყოველთვის ხელი დადებული ქონოდეთ საზოგადოების მაჯისცემაზე, ყოველთვის ჩართული ყოფილიყავით მოვლენების ეპიცენტრში და ყოველთვის, როგორც ჩვევიათ, ობიექტურად და სამართლიანად გაგეშუქებინოთ ესა თუ ის პრობლემა. თქვენი საქმიანობა ხელს უწყობს ჩვენი საზოგადოების და ჩვენი დედოფლის წყაროს განვითარებას. თქვენ დედოფლის წყაროს საათს უყურებთ, მე ილია მარტყოფლიშვილი ვარ და ქართული ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით ჩვენ სტუდიაში მოვიწვიეთ დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტის გაზეთ შირაქის რედაქტორი ნაირა გორაშვილი, რომელიც 45 წელია გაზეთ შირაქის რედაქციაში მუშაობს, აქედან 25 წელია ის გაზეთის რედაქტორია, მისი საერთო შრომითი სტაჟი კი 55 წელს ითვლის. ხანგრძლივი მოღვაწეობის პერიოდში მან უამრავი ჯილდო და ტიტული მოიპოვა, ის გახლავთ ღირსების მედლის კავალერი, რამდენიმე ნომინაციის გამარჯვებული, როგორებიცაა წლის საუკეთესო ჟურნალისტი, წლის საუკეთესო ხელმძღვანელი ქალი, წლის მეცენატი და ასე შემდეგ. გასული წლის 23 მარტს ნაირა გორაშვილს მიენიჭა საუკუნის ლეგენდის წოდება, ხოლო აგვისტოს თვეში დედოფლის წყაროების დღესასწაულზე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ დააჯილდოვა წარმატებული დედოფლის წყაროელის წოდება მიანიჭა ჟურნალისტიკის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. თავისი ცხოვრების შესახებ თავად ქალბატონი ნაირა გვესაუბრება ჩვენი გადაცემის სტუმარი გაზეთ შირაქის რედაქტორი ნაირა გორაშვილი პოპიაშვილი. საღამო მშვიდობის ქალბატონი ნაირა, დიდი მადლობა რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი ხართ. 2 წელია ეს გადაცემა არსებობს და ყოველთვის მინდოდა თქვენი სტუმრობა და მიხარია რომ დღეს მომეცა ამის საშუალება. პირველ რიგში მინდა თქვენი ცხოვრების ბიოგრაფია განვაცნოთ მაყურებელს, ვინც არ გიცნობთ. მოგესალმებით ბატონო ილია. მივესალმები ობიექტივის მაყურებელს. გამორჩეულად მივესალმები ჩემი დედოფლის წყაროელებს, ჩემს საყვარელ დედოფლის წყაროს. მიულოცავ კიდევ ერთი გაზაფხულის შემოგრძანებას და ვისურვებ, რომ ხვალბარაქიანი იყოს ეს წელი ჩვენი მშრომელებისათვის, რომლებიც მაინც მათი მარჩენალი მაინც მიწაა. მივესალმები ასევე ჩემს კოლეგებს, ჩემი რედაქციის თანამშრომლებს, უსურვებ მათ წარმატებებს, ჩემს კოლეგებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ძველგაზრდებსაც და ახალგაზრდებსაც. წარმატებები მინდა უსურვო ყველას ამ საქმიანობაში. რაც შეეხება ჩემს ბიოგრაფიას, დავიბადე დედოფლის წყაროს რაიონის სოფელ გამარჯვებაში 1954 წელს, ასე რომ 72 წლის ქალბატონი გახლა ვართ. დავამთავრე ამავე სოფლის საშუალო სკოლა, საკმაოდ კარგი მოსწავლე გახდით. ჩავირიცხე გორის პედაგოგიური ინსტიტუტში ისტორია ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დავამთავრე 1968 წელს და ჩემი მოთხოვნით გამანაწილეს მარნეულის რაიონის აზერბაიჯანულ სკოლაში, სოფელ არაფლოსში. აქ გავატარე 3 წელი. ეს 3 წელი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. აქ მე მივხვდი, რომ ქართული ენის სწავლება არაქართულ მოსახლეობაში, კომპაქტურად ჩასახლებულ მოსახლეობაში არც თუ ისე მაღალ დონეზე იყო, ამიტომ მე სულ მუდამ მქონდა ამაზე პრეტენზია, მინდოდა მემუშავა ამ კუთხით და როდესაც ოჯახის შევქმენი დაბრუნდი დედოფლის წყაროში, მუდმივ საცხოვრებლად სკოლაში მინდოდა გამეგრძელებინა ამ თემაზე მუშაობა და რუსულ სკოლაში მინდოდა დამეწყო მუშაობა, მაგრამ ჩემთვის ადგილი ვერ გამოინახა, ასე მოვხვდი გაზეთ ახალი შირაქის რედაქციაში. აი არ გქონდათ პროფესიული განათლება, მაგრამ მთელი ცხოვრება გაატარეთ ჟურნალისტიკაში. მანამდე თუ იფიქრებდით, რომ მოგიწევდათ ამ სფეროში? რომ გითხრათ, მე ჟურნალისტური გამოცდილება
დიდი არ მქონდა, მაგრამ სკოლაში, სწავლის პერიოდში რატომღაც სულ ვიყავი საკლასო თუ სკოლის გაზეთის რედაქტორი, რედკოლეგიის წევრი და აქედან გამომდინარე ეთყობა მქონდა მიდრეკილება კედლის გაზეთს, დიახ, კედლის გაზეთებს ვამზადებდით და მე ცხოვრება მოიტანა და მე დავიწყე მუშაობა რედაქციაში და ისე გაიარა ჩემმა 45 წელმა რედაქციაში, რომ ხანდახან მაინც მესიზმრება ღამე როგორ მიჭირავს გასწორებული რვეულები, საკლასო ჟურნალი და მივდივარ კლასში. ეს ალბათ ის დანალექია, რომელიც მე თავის დროზე სულ მინდა სკოლისკენ მიმწევდა გული. ჩემი ცხოვრება, ჩემი ოჯახია, მყავს 2 შვილი, ვაჟი არის ზურაბ პოპიაშვილი, იგი იურისტია, ჩემი ქალიშვილი არის მაგდა პოპიაშვილი, ის ჟურნალისტია. ჩემი სიძე გახლავთ ირაკლი მელაშვილი, მყავს რძალი პედაგოგი და 2 შვილიშვილი, სამწუხაროდ მეტი არ მომცა ბუნებამ. ჩემი ქალიშვილისგან მყავს ნია მელაშვილი, ხოლო ჩემი ვაჟისგან მყავს პატარა გიორგი პოპიაშვილი. ეს არის ჩემი ცხოვრება, ჩემი განვლილი წლები, რომელმაც ძალიან ბევრი და საინტერესო დღე მაჩვენა. დიახ, გაზეთ შირაქში თქვენს პირველ ნაბიჯებს რომ დაუბრუნდეთ, მაშინ ცხოვრება ჩქეფთა უფრო აქტიური იყო რაიონებში, განსაკუთრებით დედოფლის წყაროში, მაშინდელ წითელ წყაროში ცხოვრება. რამდენად საინტერესო აღმოჩნდა ჟურნალისტური საქმიანობა თქვენთვის? დიახ, 91 წელს დავიწყე მუშაობა გაზეთ შირაქში, მაშინ ახალი შირაქი ერქვა და 20 წელი ვიმუშავე ლიტმუშაკად, ასე ეწოდებოდა მაშინ, ახლა რასაც კორესპონდენტი ქვია. 20 წლის მერე ეროვნული მოძრაობაც დაიწყო და პირველი შეტევა, რაც განხორციელდა, ეს იყო რედაქცია, რომელსაც კარები აუჭედეს, პიკეტები დაიწყო და ძალიან რთული გახდა მუშაობა. ჩვენ დავდექით არჩევანის წინაშე, მუშაობდით ძალიან რთულ პირობებში და რედაქტორის გარეშე. რედაქტორი გაანთავისუფლეს 24 წელი მუშაობდა გოდერძი ტოკლიკიშვილი, უაღრესად ჭკვიანი, სერიოზული, ძალიან კარგი პიროვნება, სუფთა მართალი, მაგრამ ცხოვრება მასე მოიტანა, ბატონი გოდერძი გაანთავისუფლეს. მერე მოვიდა ჩვენთან ახალგაზრდა, ახლად უნივერსიტეტ დამთავრებული ცირაქ ისტაური, რომელიც ჩვენს ფურცლებზე გაიზარდა, მაგრამ მას არ ქონდა გამოცდილება პრაქტიკული, ძალიან გაუჭირდა, ცხოვრება ძალიან რთული იყო და 10 თვეში მან დატოვა რედაქცია. აი მაშინ იყო ყველაზე დიდი ბრძოლა რედაქტორობისთვის. ყველა პარტიას და ყველა გაერთიანებას თავისი კანდიდატურა უნდოდა, იყო დიდი შეხლა-შემოხლა, კენჭისყრა და მახსოვს პრეფექტურაში გაიმართა ეს კონკურსი. 9 წევრი იყო მაშინ პრეფექტურაში, კომისიაში და 9 კომისიის წევრიდან 6 კომისიის წევრმა მე მომცა ხმა. ეს ჩემთვის იყო ძალიან დიდი პატივიც და ძალიან დიდი ტვირთიც. მე უნდა გამეძლო იმ ყველაფრისთვის, რაც იმ პერიოდმა მოიტანა. მოიტანა უშუქობა, მოიტანა უსახსრობა, მოიტანა გაჭირვება, ძალიან რთული პერიოდი დაგვიდგა, მაგრამ ჩვენ მაინც ვცდილობდით, რომ არ ჩამოვრჩენოდით ცხოვრებას, ყველაფერი გავეკეთებინა იმისთვის, რომ გაზეთი არ გაჩერებულიყო და მართლაც ჩვენი გაზეთი იმით არის გამორჩეული, რომ 1927 წლის მაისში დაარსებული გაზეთი დღემდე არც ერთი წუთით არ შეჩერებულა, არ გაწყვეტილა მისი მუშაობა და მეტნაკლები პერიოდულობით ყოველთვის გამოდიოდა.
ნახოთ კადრები გვაქვს ჩვენ პარალელურად და განაგრძელდეთ. გისმენთ ქალბატონ ნაირა. ჩვენი გაზეთი, როგორც გითხარით, 1927 წელს დაარსდა. პირველი რედაქტორი მისი გახდა თალფეს ბურჭულაძე, რომლის ფოტო ჩვენ ვერ მოვიპოვეთ და არ გვაქვს. ჩვენ 38 წელში იაკობ ახობაძე შეცვალა ის და ეს მრავალტირაჟიანი გაზეთი, რომელიც საქნავთის ბაზაზე გამოდიოდა, რომელიც დედოფლის წყაროში არსებობდა იმ პერიოდში, იაკობ ახობაძემ გადაიბარა და ახალი ცხოვრებისაკენ უწოდა სახელი და ასე 40 წლამდე ამ სახელით გამოდიოდა. 1940 წელს ეწოდა სწორედ ჩვენს გაზეთს ახალი შირაქი და 1980 წლამდე მას ახალი შირაქი ერქვა. 80 წელს მას შეეცვალა სახელი და მას დაერქვა შირაქი და დღემდე მოვდივართ ასე ეწოდება შირაქი. ფაქტიურად ყველა მოვლენას შეეხო გაზეთის რედაქცია, არ ყოფილა ამ წლების განმავლობაში ისეთი მოვლენა, რომ რედაქციას არ გაეშუქებინა და არ ყოფილიყო თქვენს ფურცლებზე. ამის შესახებ რო გაიხსენოთ. მართლაც არ არსებობს მოვლენა, რომელიც ჩვენს გაზეთის ფურცლებს არ შემოენახოს. კადრებში ჩანდა თქვენს მიერ გადაღებული ის შეკერილი წიგნები, რომელიც ითვლის ათეულ წლებს, 1942 წლიდან დაწყებული კომპლექტები ინახება ჩვენს არქივში და იქ მთელი ჩვენი რაიონის ისტორია იმ წლების მანძილზე ნათლად არის ასახული. მე ამაყება, რომ ჩვენი გაზეთის ფურცლებზე ისეთი მოვლენები, რომელიც როგორც იყო ბოლო წლების განმავლობაში, ბოლო 10 წლეულში, 20 წლეულში აისახა ჩვენთან. ეს იყო ზვიად გამსახურდია სტუმრობა დედოფლის წყაროში. ეს იყო უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორეს სტუმრობა დედოფლის წყაროში. ნახოთ მორიგი კადრები პარალელურად. დიახ, გისმენთ. ილია მეორე ჩამოგძანდა ელიაობისთვის და ძალიან დიდი საქმე გაკეთდა მაშინ ქალაქის ცენტრში, საძირკველი ჩაეყარა ახალი ეკლესიის მშენებლობას და ეს იყო დიდი მოვლენა ჩვენთვის. სწორედ ამას ვხედავთ ახლა ჩვენ კადრებში, ეს არის ელიის მთა. ძალიან ხალხი აღტაცებული შეხვდა მის ჩამობრძანებას. ჩვენს ფურცლებზე 9 აპრილის მოვლენები ძალიან კარგად გავაშუქეთ. ქონდა სპეციალური გამოფენა, რომლის სანახავათაც მოდიოდნენ რაიონის მოსახლეობა მოდიოდა. ჩვენ გქონდა ისეთი კადრები, რომელიც თბილისის ომის შემდგომ პერიოდში, სწორედ მეორე დღეს, ჯერ ისევ კამლი რომ ასდიოდა რუსთაველს და ნატყიარი იარები არ ქონდა მოშიშებული. ჩემი კორესპონდენტი მანანა ყატაშვილი, ფოტოკორესპონდენტი ნოდარ ქურციკიშვილი და მაშინ გამოდიოდა ჩვენს ბაზაზე მოსწავლე ახალგაზრდობის გაზეთი ალგეთის ლეკვები, რომლის რედაქტორიც გახდათ მაგდა პოპიაშვილი. წამოვიდნენ მივლინებით და თავიანთი თვალით ნახეთ ეს ყველაფერი, ჩამოიტანეს ფოტოები და როცა მივეცით, მთელი მოსახლეობა ტიროდა ამ ყველაფრის გამო და დარჩა მათ მეხსიერებაში ეს ყველაფერი. ეს ძალიან რთული მომენტი იყო, მაგრამ ჩვენ ძალიან აქტიურად ცდილობდით ყველაფერი გაგვეშუქებინა და ყველა მოვლენა ასახულიყო ჩვენს ფურცლებზე.
აი პრობლემები ახლდა გაზეთის დღემდე შენარჩუნებას ბევრი რაიონის გაზეთმა ვერ გაუძლო დაიხურა თქვენ დღემდე მოაღწიეთ რა იდგა ამ ყველაფრის უკან ჩვენ ისეთი რთული პერიოდი გამოვიარეთ ილია არ ქონდა შუქი არ ქონდა გათბობა არ ქონდა ეკონომიური საშუალებები არაფერი არ ვიცოდით საიდან რა მოგვეპოვებინა მაგრამ მაინც არ მინდოდა რომ ჩემს ხელში ჩვენი გაზეთი დახურულიყო და მომკვდარიყო ამიტომ ყველაფერს ვაკეთებდით იმის გამო რომ ელექტროენერგია არ მოგვეწოდებოდა ხელით სამართავაზე გადავიყვანეთ ელექტროტექნიკა და ხელით მუშები ხელით ატრიალებდნენ იმ საბეჭდ მანქანას მაგრამ მაშინ იყო ახლა ძალიან ადვილია და მაშინ ლინოტიპი ლითოგრაფიული მომსახურება იყო ლითოგრაფია უფრო ცოტა რთული ცოტა კი არა ძალიან რთული ანუ ადგილზე იბეჭდებოდა გაზეთი დიახ ადგილზე იბეჭდებოდა სტამბა ქონდა ეს სტამბა საკმაოდ კარგად იყო თავის დროზე აღჭურვილი მაგრამ ელექტროენერგიის უქონლობის გამო და სათადარიგო ნაწილების გამო ძალიან ჭირდა უკვე ამ ყველაფრის შესრულება მოვიდოდა დენი ჩაქრებოდა 1 საათში მანქანა ვერ ასწრებდა ლინოტიპი ლითონის გადნობას და ისევ გაითიშებოდა ღამეებს ვათენებდით პლედებში გახვეულ პატარა ბავშვებს ჩვენი თანამშრომლებისა სკამებზე ეძინათ და მაინც არ ვნებდებოდით და მაინც ვაკეთებდით სულ ყველაფერს რომ გაზეთი გამოსულიყო იმ პერიოდში მე პარტიები ცდილობდნენ მედია თავისთვის დაქვემდებარებაში მოეხდინათ როგორმე გავლენა მოეხდინათ და ყველა თავისთვის ვებრძოდა პიკეტებს გვიწყობდნენ კარებებს გვიჭედდნენ მოითხოვდნენ ისეთი რამის დაბეჭდას რაც ჩვენთვის მიუღებელი იყო და ასე ძალიან რთულ პირობებში გვიწევდა მუშაობა და ბრძოლა არსებობისა და გადარჩენისათვის მე შემიძლია გავიხსენო როგორ ვიჯექი 3 დღე და ღამე ვიჯექი გურამ ქაშაკაშვილის კაბინეტში მეტალურგიულ ქარხნის კაბინეტში რუსთავში რომ როგორმე შევსულიყავი და მე თქვა რომ კირქვას რომელსაც ისინი დედოფლის წყაროდან ღებულობდნენ რაიმე დახმარება გაეწია იმის სანაცვლოდ რომ ისინი ჩვენს კირქვას ხმარობდნენ და მაშინ იმ კაცმა 2 ვაგონი კირქვის ფასი გადმოურიცხა რედაქციას რაც დიდი შვება იყო ჩვენთვის და თითოეული კაპიკისთვის დავდიოდით მუშაობდით უხელფასოთ უყველაფროთ 8 ლარი გქონდა ხელფასი 10 ლარი რომ გაგვეხდა გვიხარო და 14 რომ გაგვეხდა გვიხარო და ისეთი დღეები გადავიარეთ და ძალიან რთული მდგომარეობა გქონდა მაგრამ არ დავნებდით ეს ყველაფერი ერთგულმა და თავდაუზოგავმა შრომამ მთელი კოლექტივისა მოიტანა მე რა თქმა უნდა ხელმძღვანელზეც ბევრი რამეა დამოკიდებული მაგრამ მარტო ჩემით ბევრი არაფერი გამოვიდოდა მე ჩვენი პრობლემა ის იყო რომ პრივატიზაცია გამოცხადდა სტამბების სტამბა რედაქციის შენობების და იმის გამო რომ ჩვენ ერთ კომიტეტში ვერთიანდებოდით თავის დროზე სტამბის ბალანსზე იყო რედაქციის ფართობიც და ამის გაყოფა იყო ძალიან რთული და პრობლემური მე მგონი ალბათ მთელს რესპუბლიკაში იშვიათად თუ ვინმე მოახერხა თავისი ფართობის დამკვიდრება როგორც იტყვიან რკინის ქალამნები მეცვა და დავდიოდი რომ როგორმე დამემკვიდრებინა იმიტომ რომ ვიცოდი თუ ჩვენ ფართობს დავკარგავდით ეს ნიშნავდა რომ გაზეთს ვეღარ ვაწარმოებდით დღეს ეს ფართობი ჩვენს ბალანსია მე მადლობელი ვარ იმ ხელმძღვანელების რომელიც მხარში დამიდგნენ გვერდში დამიდგნენ და ჩვენ ეს შევძელით და საერთოდაც ხელმძღვანელობის მხარდაჭერის გარეშე რაიონში ფუნქციონირება ძალიან გაძნელდებოდა და გაჭირდებოდა. თუმცა ყველას ერთნაირად არ ესმოდა
მედიის მნიშვნელობა და მეტნაკლებად გვიხდებოდა ხვეწნა, თხოვნა, რომ დაგვხმარებოდნენ ოფიციალურად, არაოფიციალურად, სპონსორებს დავეძებდით და ასე როგორღაც მოვიტანეთ ჩვენი თავი დღევანდელობამდე. აი სტამბის გაუქმების შემდეგ და დაშლის შემდეგ რა გამოსავალი ნახეთ? სტამბის გაუქმების ჯერ ისევ სტამბის რაღაც ნაწილები გქონდა და შრიფტი, რასაც ახლა თქვენთვის ალბათ ახალგაზრდა ჟურნალისტებისთვის წარმოუდგენელია, სხვადასხვა ზომის შრიფტს ხმარობდით, რომ აღარ გქონდა ერთი და იგივე ზომის შრიფტი. და ეს ნახა ჩვენმა ერთმა ახალგაზრდამ, რომელიც არბოშიკიდან არის და ოთარი კეკილაშვილი, რომელსაც ჰქონდა კომპიუტერული ცენტრი. დღესაც აქვს. ხო, დღესაც აქვს. და მომწერა ოთარი ჩვენს გაზეთში სხვადასხვა დროს, მოსწავლეობის დროს რაღაცეებს წერდა და უბეჭდავდით და ამდენად გაზეთთან დაკავშირებული იყო. მან მომწერა, რომ ქალბატონო ნაირა, ჩვენ შეგვიძლია მოგემსახუროთ და ძალიან გული მტკივა, რომ ჩვენი გაზეთი ასეთი უსახური გამოდისო. ვერ ვამზადებდით კლიშეებს, ეს ძალიან გართულ და იმიტომ რომ მასალები აღარ იშოვებოდა, აღარ მუშაობდა ის საამქროები და რომელშიც ესენი ფიზიკურად იბეჭდებოდა და ასე ამიტომ ძალიან გვიჭირდა და პირველი რაც გავაკეთეთ ეს იყო ოთართან ეს იყო სიყვარულის დღისადმი მიძღვნილი 15 აპრილისადმი მიძღვნილი გაზეთი და ძალიან ლამაზი და ორფერში დაგვიბეჭდეს და ჩვენ სიხარულს საზღვარი არ ქონდა როცა ჩვენი გაზეთი ასეთი ლამაზი და მიმზიდველი ვიხილეთ. მე ხელშეკრულება გავაფორმეთ და კვირაში ერთი ნომერი გამოდიოდა, ყოველ შაბათ დღეს მოვდიოდით, ვაკეთებდით გაზეთს და მიგქონდა მე ვწვალობდით რა თქმა უნდა 900-1000 ეგზემპლარი გაზეთის საზოგადოებრივი ტრანსპორტით წაღება და წამოღება ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენ მაინც ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გაზეთი გამოსულიყო. ხელახლა გასავრცელებელი და ამაშიც თქვენ იყავით. კი, აი გავრცელებას რაც შეეხება, დღეს ჩვენ ისევ იმის გამო რომ აღარ არსებობენ პოსტალიონები, აღარ არსებობს პოსტა და მოსახლეობა მიჩვეულია ჩვენი გაზეთის სახლში მიტანას და არა ჯიხურებში ყიდვას, ჩვენ იძულებული ვართ, რომ ხელმომწერი გვყავდეს. ამ ხელმომწერებთან ჩვენ თვითონ დაგვაქვს გაზეთი, ჩვენ თვითონ მიგვაქვს ოჯახებში და ურიგებთ და ისინი ძალიან კმაყოფილები და მადლიერები არიან და ჩვენც მადლიერები ვართ, რომ ისინი ჩვენ გაზეთს კითხულობენ და ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი თანადგომა. დაფინანსების პრობლემა ზოგადად ბეჭდვისთვის საჭირო და არსებობისთვის ამ წლების განმავლობაში ყოველთვის აქტუალური პრობლემა იყო. რითი ახერხებდა და რამდენად შეინარჩუნა ხელმომწერთა სიმრავლე რედაქციამ? ხელმომწერთა სიმრავლე ახლა ვერ შევადრით იმ პერიოდს, როცა სტაბილური იყო ჩვენი ცხოვრებაც და ჩვენი გაზეთიც და ავდიოდით 12000 გქონდა და 10 და 11000 ხელმომწერი გყავდა იმ დროს, მაგრამ მერე თანდათან დაიკარგა და ახლა ჩვენ 9000 ხელმომწერი გვყავს, რომელსაც 900 ბოდიში, რომელსაც ჩვენ ვემსახურებით. ეს ცოტა არ არის. ჯიხურებშიც იყიდება, ხელმომწერიც ყავს და ამასთან ჩვენ ყველა სოფელთან გვაქვს კავშირი, ყველა სოფელში მიდის ჩვენი გაზეთი და ეს მნიშვნელოვანია. შეიძლება იმ რაოდენობით არ მიდის, რომ სოფელი დაკმაყოფილდეს, მაგრამ რაღაცა გარკვეული რაოდენობა მიდის, რომ წარმოდგენა გქონდეთ. რა სახელმომწერი სანატრელია ბევრი არათუ რაიონული, რეგიონული გაზეთისთვისაც, რომელიც რამდენიმე რაიონში ერთად ვრცელდება
მათაც არ აქვთ ამხელა ტირაჟი ზოგჯერ და მე ვთვლი რომ თქვენი დამსახურებაა რომ ამ გაზეთმა ეს ტირაჟი და ეს ოდენობა ხელმოწერა შეინარჩუნა. ამ პრობლემების ფონზე თქვენ გაზეთს ჰქონდა 60 წლის იუბილე, მომავალ წელს გაქვთ 80 წლის იუბილე, ამ იუბილეს შესახებ რომ გაიხსენოთ. 60 წლის იუბილეის რომ დავგეგმეთ ფინანსური შესაძლებლობები რა თქმა უნდა ძალიან მწირი გქონდა. მაგრამ მხარში გვედგა როგორც რაიონის ხელმძღვანელობა, ასევე ჟურნალისტთა ფედერაცია. მაშინ აკაკი სიხარულიძე გახლდათ ფედერაციის თავმჯდომარე და მან ძალიან აქტუალურად დაგვიჭირა მხარი 60 წლის იუბილეზე. ბევრი სტუმარი მოვიდა, ლაერტი ზუბადარაშვილი იყო მაშინ ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატი, ლაერტი გვეწვია, ძალიან ბევრი ჟურნალისტი ჩამოვიდა. მე მინდა გავიხსენო, როგორი სიამოვნებით გავიკეთა საგაზეთო მილოცვა ბატონმა ნოდარ ტაბიძემ, რომელიც ჩემთვის ერთ-ერთი უდიდესი პიროვნება ჟურნალისტიკის სფეროში. მე მას ძალიან დიდ პატივს ვცემ და მას დიდი ამაგი აქვს ჩემი და ჩემი შვილის პროფესიონალიზმის ჩამოყალიბებაში. ბატონმა ნოდარმა მილოცვა გავიკეთა, ძალიან ბევრი სტუმარი ჩამოვიდა და ეს იუბილე იქცა ზეიმად ჩვენი არა მხოლოდ გაზეთის, მთელი ჩვენი საზოგადოების, დედოფლის წყაროს ინტელიგენციის. ის სწორედ იმ იუბილისთვის დამაჯილდოვეს მე ღირსების მედლით, ჩემი თანამშრომლების სიგელებით, ეს კადრები შემორჩა ჩვენს ცხოვრებას და ძალიან კმაყოფილები და ბედნიერები ვიყავით. 60 წლის იუბილემ გაცილებით უფრო მეტი სტიმულიც მოგცა და ავტორიტეტიც აგვიმაღლა და ჩვენი მოსახლეობა დარწმუნდა, რომ ჩვენ ძალიან ბევრს ვშრომობდით იმისთვის, რომ გაზეთი შენარჩუნებულიყო, რადგან გაზეთი არა მხოლოდ ინფორმაციის საშუალებაა, ის არის იმ რაიონის ისტორიის შემომნახველი, რომელსაც ემსახურება და წეღანაც ვთქვი ჩვენს აკინძულ წიგნებში, რომლებიც 10 წლებს ითვლის და აგერ 80 წლის გაზეთია, ინახავს სწორედ ამ ისტორიას, რომელიც ჩვენს რაიონში კონკრეტული ფაქტებით და კონკრეტული ფოტომასალებით. დიახ, კონკრეტული ფაქტებით და კონკრეტული ფოტომასალებით. დიახ, როგორც 8 წლმოსილი ჟურნალისტი საკმაოდ დიდი სტაჟით, დღეს მინდა გკითხოთ, როგორია თქვენი რედაქცია და ზოგადად რა მოგწონთ ან რა არ მოგწონთ ამ მრავალწლიანი გამოცდილების ფონზე. სიზმარში რომ მენახა, იმასაც ვერ დავეჯერებდი, დღეს რომ მდგომარეობა გვაქვს ჩვენი წარსულიდან გამომდინარე. ჯერ ტექნოლოგიურად ძალიან შეიცვალა, უფრო ძალიან დიდი შესაძლებლობები მიეცა ტექნიკურად გაზეთის კეთებას. უდიდეს მადლობას ვეუბნები ჩვენი რაიონის ხელმძღვანელობას, ბატონ ნიკოლოზ ჯანიაშვილს, ჯავახიშვილს, ზვიაც, იმის გამო, რომ ისინი დიდ ყურადღებას აქცევენ ჩვენს გაზეთს, უთმობენ დროს, კომენტარებისთვის, ყოველთვის ხარში გვიდგენან და ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველაფერი, რაც კი რაიონში დადებითი ხდება, არ გამოვტოვოთ, არ გავატაროთ თვალსა და ყურს იქით და ვცდილობთ, რომ ყველანაირად ჩვენც მათ დაუდგეთ ხარში და ისინი ჩვენ გვიდგენან ხარში. რომ გითხრათ, რა მომწონს მეთქი და აი ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ჩვენ კომპიუტერული ცენტრი გვაქვს, აღარ გვიწევს დედაქალაქში სიარული ყოველთვის, ადგილზე კეთდება გაზეთი,
ვაგზავნით კომპიუტერულ ვერსიას, ელექტრონულ ვერსიას და დაბეჭდილი მოგდის და ვარიგებთ. ეს არის ძალიან დიდი შეღავათი ჩვენთვის და ძალიან მადლიერი და კმაყოფილი ვართ ამით. მეტი დღევანდელი ტექნიკური საშუალებები მეტ შესაძლებლობას იძლევა, მეტი სივრცე მოიცვა და მრავალფეროვანი იყოს თემატიკა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ რა არ მომწონს რომ გითხრათ, არ მომწონს არაპროფესიონალიზმი, რომელიც აშკარად ჩანს. აი ძალიან გული მწყდება, როცა გაზეთები უფრო ნაკლებად, მაგრამ ტელევიზიიდან ვისმენ დაუხვეწავ ქართულს ჟურნალისტი და რესპონდენტი რომ ვერ საუბრობს, ეს კიდე არაფერია, მაგრამ როცა ჟურნალისტი ელემენტარულ გრამატიკულ ნორმას არ იცავს, ეს ძალიან რთულია იმ ადამიანისთვის მოისმინოს, ვინც ამ ყველაფერსში ერკვევა და გული მწყდება, რომ ეს ასეა. ქართული ენა დაბინძურდა, ძალიან ბილწსიტყვაობა გახშირდა, ერთმანეთის კრიტიკა, შეურაცხყოფა, ეს ძალიან არ მომწონს და მე მახსენდება როგორც საუფლო ათიმცნება არსებობს, ასე არსებობს ჟურნალისტური ათიმცნება და მეოთხე მცნება გვეუბნება არ იცრუო, ხოლო მეექვსე მცნება გვეუბნება რომ არ ამრუშო სიტყვა შენი. ეს მცნებები აბსოლუტურად დაკარგულია. ძალიან დაბინძურდა ქართული ენა, ერთმანეთის შეურაცხყოფა, ერთმანეთის მიუტევებლობა, იმძლავრა მოსახლეობა ისედაც დადგმულია ობიექტური თუ არაობიექტური მიზეზის გამო ეკონომიური გაჭირვებაა და ამ ეკონომიურ გაჭირვებაში კიდე სულ უარყოფითი მუხტი მოდის. მე მთელი ჩემი ჟურნალისტური მოღვაწეობის პერიოდში სულ იმას ვქადაგებდი, რომ დადებითი წერილი, დადებითი მაგალითის ჩვენება გაცილებით უფრო ეფექტურია, ვიდრე დაუზუსტებელი ქილიკი და დაუზუსტებელი ტალახის სროლა ვიღაცისთვის და ზოგიერთი ამას უწოდებს კრიტიკულ მასალას. ეს კრიტიკული მასალა არ არის, ეს არ არის მომგებიანი არც რედაქციისთვის, არც საზოგადოებისთვის. რედაქცია და მედია საერთოდ საზოგადოების ფორმირებაზე ზემოქმედების ერთი ყველაზე ძლიერი საშუალებაა. ამიტომ ის უნდა ცდილობდეს და ფიქრობდეს, რომ დადებითი გავლენა მოახდინოს მაყურებელზე და არა უარყოფითი, არ დათრგუნოს, არ დამოხტოს უარყოფითი ენერგიით. ყველაფერი რაც ხდება არ უნდა იქნეს გამოტანილი ასე დაწვრილებით, წვრილმანი. აი მაგალითად ეხლა მახსენდება რუსთავი 2-ის, გინდაც მაესტროს ამბები. ყოველ წუთიერად, ყოველ საათში საინფორმაციო გამოშვებებში 60-80% დროისას უთმობენ იმან, ეს თქვა ამან, ის თქვა, ეს იყო ეს. არ არის ეს საჭირო. შედეგზე ვისაუბროთ და ყოველი წვრილმანის გამოაშკარავება არ შეიძლება. მე გული მწყდება, რომ წალეკა ჩვენი საზოგადოება ამ უგემოვნო სერიალებმა, თოქ-შოუებმა, რომელშიც ერთი და იგივე პიროვნებების პირადი ცხოვრება არის მხოლოდ მოყოლილი და ერთი და იგივე ადამიანები ყველა არხზე მორიგეობით დადიან და თავიანთი ცხოვრების დეტალებს ყვებიან, რომელიც არც თუ მთლად მისაბაძია ჩემი აზრით. ეს დადებით გავლენას არ ახდენს მოსახლეობაზე, არც მოსახლეობა აღიზიანებს მათ და არც მომავალ თაობაზე. თუმცა ზოგიერთმა შეიძლება ის თქვას, რომ ჩვენი ახალგაზრდობა უფრო მეტად გაზეთს ნაკლებად კითხულობს, ტელევიზიას ნაკლებად უყურებს და
უფრო კომპიუტერზე და სხვა თანამედროვე ტექნიკურ საშუალებებზეა გადასული, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ უფრო მეტი ჰუმანიზმი, უფრო მეტი დახვეწილი აკადემიური მეტყველება არის საჭირო და პატრიოტული მუხტი დაიკარგა საერთოდ პატრიოტული გადაცემები აღარ არის ჩვენს ეთერში და ეს მე ძალიან გული მწყდება. ახლა არავინ აი მაგის თქმა მინდოდა, თუმცა მე იმიტომ არა, რომ ვზივარ ობიექტივის ეთერში, ნამდვილად მომწონს ეს რუბრიკა და წეღან კერძო საუბარშიც გეუბნებოდით, დღეს დილით იშხნელები მღეროდნენ ეკრანზე და მე გამახსენდა ჩემი ბავშვობა, როცა ჩემი თვალით 4-ვე და მინახია სცენაზე როგორ გამოდიოდნენ. ეს ძალიან დადებით გავლენას ახდენს და ამიტომ მე მინდა როგორც ჟურნალისტს, რომ აქეთ უფრო მეტი მიმართულება მიეცეს, ვიდრე ამ 5 წუთი დაგვრჩა ქალბატონნაირა და დასასრულს რაიმე კურიოზული ფაქტები რომ გავიხსენოთ ამ თქვენს მრავალწლიან მუშაობაში, იქნებოდა რაიმე საინტერესო დეტალები. საერთოდ ცხოვრება კურიოზებით სავსე ადამიანის და მით უმეტეს ჟურნალისტური ცხოვრება. კორექტურა ისეთი რამეა ბეჭდურ მედიაში, რომ იმას ახლა სიტყვას გაასწორებ ეთერში და ვერ გაასწორებ იმას გაზეთში. მახსოვს ერთხელ გამოვაქვეყნეთ ბიუროს დადგენილებას ვაქვეყნებდით, მაშინ ძალიან მოდაში იყო სასტიკი გაფრთხილება ეს და დასჯები და ჩამონათვალი იყო რომ ჯანიკაშვილი, პეტრიაშვილი, პავლიაშვილი, სულაშვილი ისინი სასტიკად იქნენ გაფრთხილებულნი და ჩვენ დავეждეთ პეტრიაშვილი, პავლიაშვილი სასტიკად იქნენ გაფართოებულნიო და ამაზე ძალიან ისეთი სერიოზული ქილიკი მოჰყვა და ჩვენ დავისაჯეთ კიდევაც. მახსოვს ერთხელ და კლიშე ამობრუნებული დავბეჭდეთ შემთხვევით და ქალები იყვნენ ვენახში მომუშავე ქალები და როცა გაზეთი გამოვიდა, უკუღმა დაბეჭდილმა კლიშემ აჩვენა, რომ ქალები ფეხებაწეული იყვნენ ვენახში, ძალიან სასაცილო იყო მნახველისთვის, მაგრამ ჩვენ ძალიან ძვირად დაგვიჭდა. რედაქტორმა სასტიკი საყვედური გამოგვიცხადა, მისი აღშფოთება მაღლა ზეცაცვდებოდა და დაბლა ქვესკნელს ისეთი დღე გვაწია და მთელი თვე ფრიალებდა კედლებზე ეს ჩვენი ბრძანება მაშინ სასტიკად ჩვენ გაგვაფრთხილეს და ძალიან სერიოზული. აი წეგან თქვით რომ 72 წლის ხარ, თუმცა გარეგნულად არ გეტყობათ. აი როგორ ინარჩუნებთ ამ ახალგაზრდ იერს, რა არის ამის საიდუმლო? ამას საიდუმლო არ აქვს. ეს არის გონებრივი და ფიზიკური შრომის, ერთობლივი შრომის შედეგი. თუ მხოლოდ ფიზიკურად შრომობ, გონება ჩანაგდება თუ როგორ თქვა და თუ პირიქით გონებრივად არ მუშაობ და მხოლოდ ფიზიკურად შრომობ, მაშინ გონებრივად გიჭირს. ამიტომ ადამიანმა უნდა იმუშაოს ფიზიკურადაც, მით უმეტეს რაიონში და სოფელში და იმუშაოს გონებრივადაც. ასე შრომობ, მაქვს დიდი ოჯახი და არაფერს არ ვერიდები, მაქვს ვენახი, მაქვს ნაკვეთი, მაქვს რა ვიცი, მყავს ფრინველი და ყველაფერს ყველანაირ საქმიანობას ვეწევი. მაგრამ არც კალამს ვეშვები და ჯერჯერობით არც კალმის დადებას არ ვაპირებ, ვატყობ რომ მემორჩილება კალამიც და გონებაც. თუმცა ახლა მე მინდა ბოდიში მოუხადო ჩემს მაყურებელს იმასთან დაკავშირებით, რომ ღელავდი და თურმე კორესპონდენტობა უფრო ადვილი ყოფილა, ვიდრე რესპონდენტობა და პირდაპირ ეთერში საუბარი. ბოლოს სურვილებზე გვესაუბრეთ? რას ვუსურვებ მე ჩემს კოლეგებს, ამას გულისხმობთ.
მე ჩემს კოლეგებს უსურვებ რომ იყვნენ მართალნი საკუთარ თავთან და საზოგადოებასთან. იშრომონ ბევრი, იკითხონ და გაიზიარონ გამოცდილება უფროსი თაობის. იყვნენ მოწყალენი და არა იყვნენ ობიექტურები და არა მოწყალენი. კონდეთ მეტი შემართება, მაგრამ დაუზუსტებელი ინფორმაციებით შეაწუხებენ ადამიანებს, ისარგებლებენ იმით, რაც არ არის დაზუსტებული. ასე ვფიქრობ, ასე გონია. დღეს არის მედია თავისუფალი? მედია დღეს არის თავისუფალი. თუ გინდა რომ იყო თავისუფალი, ხარ თავისუფალი. თუმცა ყველა მრავალპარტიულობამ მოიტანა ეს ყველაფერი, ყველა ცდილობს რომ თავისი გავლენა მოახვიოს ამა თუ იმ მედიას თავზე და ამით საზოგადოებასთან კონტაქტი ჰქონდეს. მედია ნამდვილად არის თავისუფალი, მაგრამ არ უნდა დაემორჩილო თუ ვინმე ცდილობს შენს დამორჩილებას. დიახ. ამოიწურა ჩვენი საეთერო დრო. დიდი მადლობა. ეს იყო დედოფლის წყაროს გაზეთ შირაქის რედაქტორი ნაირა გორაშვილი თავისი 45 წლიანი რედაქტორობის სტაჟით. არა, სტაჟით და 25 წლიანი რედაქტორობით. დიდი მადლობა სტუდიაში სტუმრობისთვის, გილოცავთ ხვალინდელ პროფესიულ დღესასწაულს, კვლავაც წარმატებებს, დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, ხნეობას გისურვებთ. დიდი მადლობა. თქვენ უყურებდით დედოფლის წყაროს საათს, მე ჟურნალისტი ილია მარტყოფლიშვილი ვარ. ყოველ კვირას 17 საათსა და 30 წუთია ობიექტივის ეთერში თოქ-შოუ დედოფლის წყაროს საათი. ჩვენ კი ერთმანეთს შევხვდებით უკვე სამშაბათს 13 საათსა და 30 წუთზე. მადლობა რომ უყურებთ და ენდობით ობიექტივს. ფასიანი პოლიტიკური რეკლამა ობიექტივის ეთერში. საქართველოს პატრიოტთა ალიანსი აცხადებს წინასაარჩევნო მობილიზაციას და ცხადია, ჩვენ თვითეული თქვენთაგანის იმედი გვაქვს.